ბრძოლა ამერიკელი არასრულწლოვნების გონებასა და სხეულზე ბატონობისთვის კიდევ უფრო მწვავდება. LGBT ორგანიზაციები და ტრანსგენდერული ფონდები ჩასაფრებულნი არიან, რომ დეპრესიაში ჩავარდნილი ნებისმიერი მოზარდი მაშინვე ტრანსად გამოაცხადონ და სკოლის, მასწავლებლის, ექიმის, ფსიქოლოგიის და ტრანს კლინიკების მეშვეობით მაშინვე სქესის შეცვლის ოპერაციისთვის მოამზადონ. ეს ფსევდო-ლიბერალები ამერიკაში ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის დაკვეთით მოქმედებენ, რაც მათ საკმაოდ სერიოზულ ძალად აქცევს. უზარმაზარი ფინანსური რესურსი და გავლენები ხელისუფლებაზე მათ საშუალებას აძლევს სხეულ დასახიჩრებული ზომბების შექმნის მთელი კონვეიერი ამუშაონ. ყველაფერი როგორც ყოველთვის უწყინარი ბავშვური დეპრესიით იწყება. წარმოიდგინეთ, რამდენი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს თინეიჯერს დეპრესიისთვის. ალბათ ასეულობით. მაგრამ ტრანს იმპერიის სისტემაში არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, გენდერული დისფორია. მაგალითად, 10-12 წლის გოგონა, რომელსაც პირველ სიყვარულზე გული გაუტყდა, ამბობს, რომ საერთოდ აღარ აინტერესებს ბიჭები. მორჩა, სკოლის მასწავლებლებს და ფსიქოლოგებს დიაგნოზი უკვე მზად აქვთ. ბავშვს გენდერული დისფორია აქვს. რაც მთავარია, ბავშვის მდგომარეობის შესახებ სკოლა არაფერს ეუბნება მშობლებს. კანონი უკრძალავს, რადგან მშობელი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ გენდერული დისფორიის დიაგნოზს და ბავშვურ გულგატეხილობას სრულიად სხვაგვარად უმკურნალოს. ამიტომ სკოლის ფსიქოლოგი ინდივიდუალურად მუშაობს ბავშვთან და არ წმუნებს მას, რომ როგორც კი სქესის მომწიფების ბლოკატორებს მიიღებს და ტრანს გადაცვლის ოპერაციას გაიკეთებს, დეპრესია მაშინვე გაივლის. სისტემის შემდეგი ეტაპი ტრანს კლინიკაა. სადაც მოზარდს ხვდება ექიმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თავადაა ტრანსგენდერი და რომელიც ისედაც გონება ამღვრეულ ბავშვს დამატებით აზომბირებს და არ წმუნებს, რომ სქესის შეცვლა მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. მშობლები როგორც წესი სწორედ ამ ეტაპზე იგებენ მათი შვილის პრობლემის შესახებ. ანუ მაშინ როცა უკვე ძალიან გვიანია. ვერც მოქმედებაში მოყვანილ ტრანს კონვეიერს ერევიან და ვერც ტრანს გადასვლაზე მეოცნებე ბავშვზე ახდენენ გავლენას. შედეგად კი LGBT კორპორაცია მძლავრობს და ტრანს საზოგადოებას კიდევ ერთი უსქესო და უეროვნებო მანქურთი ემატება. უბედურების მეორე ეტაპი, ანუ ნამდვილი დეპრესია, ვითომ სქესის შეცვლის, სინამდვილეში კი სხეულის დასახიჩრების შემდეგ იწყება. როცა უკვე ზრდასრული ადამიანი აღმოაჩენს, რომ თურმე არავითარი სქესის შეცვლა არ არსებობს და არც არავითარი სქესის შეცვლა მას არ სჭირდებოდა. მაგრამ ყველაფერი უკვე გამოუსწორებლად გვიანია. დასახიჩრებულ სხეულს აღარაფერი ეშველება და ის მთელი ცხოვრება დასახიჩრებული დარჩება. ტრამპის ადმინისტრაცია კი, რომელიც ცდილობს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ deep state-ის გავლენები შეასუსტოს, სწორედ ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების ბიზნეს ტრანს მედიცინას უტევს. კრძალავს არასრულწლოვანთათვის ბლოკატორების მიცემას და ტრანსგენდერული ოპერაციების გაკეთებას. ტრანს სამყარო ამ აკრძალვას ბუნებრივია არეგუება და ხან სასამართლოს ძალით, ხანაც მედია პროპაგანდის მეშვეობით ცდილობს დააბრუნოს ბავშვები ტრანს საოპერაციოებში ტრანს ქირურგების დანის ქვეშ. ამერიკის უზენაესმა სასამართლომაც კი რამდენიმე დღის წინ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებისა და ჰორმონოთერაპიის აკრძალვა არ წარმოადგენს დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით და სრულად შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას. აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლეთა ნაწილი არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე deep state-ს დაუპირისპირდა. საქმე ისაა, რომ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ტენესის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არასრულწლოვანი პირებისთვის ეგრეთ წოდებული გენდერული მკურნალობის აკრძალვას გულისხმობს. მოსამართლეებმა 6-3-ის წინააღმდეგ დაადგინეს, რომ არასრულწლოვნებისთვის პუბერტატული ბლოკატორებით მკურნალობის შეზღუდვა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციას არ წარმოადგენს. ტრამპის ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება კრძალავს ფედერალური დაზღვევით 19 წლამდე ტრანსგენდერი პირებისთვის გენდერული მომსახურების დაფინანსებას. რამდენიმე ბავშვთა საავადმყოფომ დროებით შეაჩერა კიდეც ეგრეთ წოდებული მკურნალობა ტრანს მოზარდებისთვის. ბევრმა კი საერთოდ გააუქმა თავიანთი გენდერული პროგრამები. მაგრამ ხშირად არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე deep state-ს მაშველრგოლად მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მოსამართლეები ევლინებოდნენ. და deep state-ისთვის სასურველ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. შედეგად ტრამპის განკარგულების აღსრულება ბევრ შტატში დროებით შეჩერდა. ამჟამად deep state-ის ძალისხმევის შედეგად ტრანსგენდერი არასრულწლოვნებისთვის
პუბერტატული ბლოკატორებითა და ჰორმონოთერაპიით მკურნალობა მხოლოდ 27 შტატშია აკრძალული. მათ შორის ტენესიში, აღნიშნული შტატიდან 3 ტრანსგენდერი თინეიჯერი, მათი მშობლები და ექიმი, რომელიც ბავშვებს ეგრეთ წოდებული გენდერული ცვლილებისთვის საჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას უტარებდა, ამტკიცებდნენ, რომ შტატში შემოღებული აკრძალვა არღვევს აშშ-ის კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რადგან ის სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენს. საქმე სასამართლოში წავიდა. თუმცა ამჯერად Deep State-ისა და მათ მიერ ტვინ გამორეცხილი მშობლების იმედგაცრუებით დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კანონით ცნობილი როგორც SB1 ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას არ წარმოადგენს. ოჯახები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილები უსამართლოდ გახდნენ პოლიტიკოსების სამიზნე. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ ეს აკრძალვა არღვევს მშობლის უფლებას უზრუნველყოს შვილისთვის აუცილებელი მკურნალობა. სამმა Deep State-ის მარიონეტმა მოსამართლემ რა თქმა უნდა გააკრიტიკა და არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოსამართლე სონია სოტომაიერმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად გულისხმობს სამედიცინო დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე და რომ სასამართლო უარს აცხადებს ტრანსგენდერი ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვაზე. ტენესის გენერალურმა პროკურორმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული გამარჯვება უწოდა. ეს არის დიდი გამარჯვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინისათვის. ეს არის გამარჯვება დემოკრატიისთვის, იმისათვის, რომ შტატებს ჰქონდეთ უფლება თავად განსაზღვრონ თავიანთი კანონები. ტენესის შტატის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ აკრძალვები აუცილებელია, რადგან გენდერული თითქოს და მკურნალობა რეალურად ჯანმრთელობის დაზიანების შეუქცევად პროცესებს იწვევს. ეს რომ მართლაც ასეა ადასტურებს არაერთი კვლევა. ოპერაციის შედეგების უკან დაბრუნება ან დეტრანსვესტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. ანუ თუ მოზარდი გადაიფიქრებს და მოგვიანებით ისევ თავისი სქესის დაბრუნებას მოისურვებს, ამის გაკეთებას ვერასდროს ვეღარ შეძლებს. ამას გარდა სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს, ასევე ოპერაციის შემდეგ მკურნალობას, რომელიც სხვათა შორის მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უწევს პაციენტს, სერიოზული უკუჩვენებები აქვს და სიმსივნის გამოწვევაც შეუძლია. ამ ყველაფერს კი პაციენტებს შეგნებულად უმალავენ. ტრანსგენდერთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან ამას და აცხადებენ, რომ ბლოკატორებითა და ჰორმონებით არასრულწლოვნების გაჭყეპვაზე გაცილებით მეტ რისკს თურმე პრეპარატების აკრძალვა წარმოადგენს. ამერიკის წამყვანმა LGBT უფლებების ორგანიზაციამ Human Rights Campaign-მა სასამართლოს გადაწყვეტილებას დამანგრეველი უწოდა. არადა რომ გადავხედოთ სტატისტიკას. სამედიცინო ცენტრებისთვის მთავარია ბევრი პაციენტი, რაც მეტი ადამიანი გადაწყვეტს სქესის შეცვლის ოპერაციას და სხვადასხვა პრეპარატებით გაჭყიფვას, მით მეტ ფულს იშოვიან სამედიცინო კლინიკების მფლობელები, ტრანსნაციონალური კორპორაციები. აი მაგალითად, ამერიკის საავადმყოფოებმა ბავშვებისთვის ჩატარებული სქესის შეცვლის პროცედურებით მხოლოდ 2019-2023 წლებში 120 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა სახის პროცედურები დაახლოებით 14,000 ბავშვს ჩაუტარდა. ამის შესახებ სამედიცინო სადამკვირვებლო ჯგუფი Do No Harm იტყობინებოდა. მონაცემების მიხედვით 2019-23 წლებში სქესის შეცვლის ოპერაცია 5747-მა არასრულწლოვანმა ჩაიტარა, ხოლო დანარჩენმა 8579-მა არასრულწლოვანმა სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები და ჯვარედინის სქესობრივი ჰორმონები მიიღო. სავარაუდოდ რიცხვები კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რადგან ის 50 შტატში მხოლოდ სადაზღვევო მოთხოვნების მონაცემების მიხედვით არის შედგენილი და არ მოიცავს იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ოპერაციებსა თუ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების თანხები თავად გადაიხადეს, ან მათი თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებმა დაფარეს. ირკვევა, რომ ფილადელფიის ბავშვთა კლინიკა მოზარდებს 8 წლიდან სთავაზობდა პუბერტატულ ბლოკატორებს, ხოლო 14 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს უტარებდა. მონაცემთა ბაზის მიხედვით საავადმყოფომ 2019-2023 წლებში 122 არასრულწლოვნისთვის განახორციელა სქესის შეცვლის პროცედურები, რომლის ჯამური ღირებულება $230,784 იყო. ეს ყველაფერი არ არის. პენსილვანიის სკოლებში თანამშრომლებს უტარებდნენ ტრენინგებს, თუ როგორ დახმარებოდნენ ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც სქესის შეცვლა სურდათ.
კალიფორნიის სკოლებში ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობლების ინფორმირების პოლიტიკა იკრძალა. მასწავლებლები აღარ არიან ვალდებული, მშობლებს მათი შვილების სექსუალური იდენტობის შესახებ აცნობონ. ანუ პედაგოგმა თუ გაიგო, რომ მის არასრულწლოვან მოსწავლეს სქესის შეცვლა სურს, მშობელს ეს არ უნდა შეატყობინოს. ბაღებში, სკოლებში, სპორტულ წრეებში, უნივერსიტეტებში LGBT დღისწესრიგის დანერგვის შედეგად Deep State-ის დავალებების შემსრულებლებმა ახალგაზრდებს დააჯერეს, რომ იყო LGBT პირი ნორმაა. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად შემაშფოთებელი სტატისტიკა ფიქსირდებოდა დიდ ბრიტანეთშიც. 2021-2022 წლის მაჩვენებლით, ბრიტანეთში ყოველ დღე ერთი სქესის შეცვლის ოპერაცია მაინც ტარდებოდა. ეს სტატისტიკა LGBT უფლებების ვითომ დამცველ ორგანიზაციებს არ აინტერესებთ. სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული კავშირის იურისტმა ჩეის სტრანჯიომ, რომელიც წარმოადგენს ტენესიში მაცხოვრებელ 3 ტრანსგენდერ მოზარდს, მათ მშობლებსა და მათ ექიმს, თქვა: მათ უბრალოდ ერთი ხელის მოსმით აკრძალეს ყველაფერი. გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომელიც უგულებელყოფს იმ მშობლების გააზრებულ, სიყვარულით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ შვილებზე და იმ ექიმების რეკომენდაციებს, რომლებმაც ეს მკურნალობა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. როდესაც დონალდ ტრამპი ხელმეორედ გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ინაუგურაციის სიტყვაში თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მხოლოდ 2 სქესს აღიარებს: მამაკაცსა და ქალს. და 28 იანვარს გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის გენდერული გარდაქმნის პროცედურებს ზღუდავს. დღეს მთელ ქვეყანაში სამედიცინო სპეციალისტები ამახინჯებენ და სტერილიზაციას უტარებენ მზარდ რაოდენობას უმწიფარი ბავშვების. ეს საშიში ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ლაქად დარჩება და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შემდეგ აშშ-ში საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის ხმაც გაისმა. ბოლო გამოკითხვის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი წინააღმდეგია, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით დაფარონ სქესის შეცვლისთვის საჭირო მკურნალობა, მათ შორის ჰორმონოთერაპია და ქირურგიული ჩარევები 19 წლის ან უფროსი ტრანსგენდერი პირებისთვის. 19 წლამდე მოზარდებისთვის სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო ჩარევაზე კი წინააღმდეგობა 50%-ზე მეტმა დააფიქსირა. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მცდელობებმა დააბრუნოს ამერიკული საზოგადოების დღის წესრიგში ტრადიციული ღირებულებები, როგორც მინიმუმ საზოგადოების დიდი ნაწილის გამოფხიზლება გამოიწვია. სულ ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს წარმოუდგენელი იქნებოდა სასამართლოების მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის LGBT პოლიტიკას. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა მისი გავლენებითა თუ ფინანსური რესურსების მობილიზებით რა თქმა უნდა ეცდება არ მისცეს ჯანსაღ საზოგადოებას მოძლიერების საშუალება. თუმცა აქ მთავარია თავად ამ საზოგადოების ბრძოლის უნარიანობა და მზაობა აღარ შეეგუონ Deep State-ის ჭრდილოვან მმართველობას. როცა ვამბობ, რომ ამერიკის თითქმის ყველა ოლიგარქიული ოჯახის ბიზნეს ტრანსმედიცინა წარმოადგენს, მე არ გულისხმობ მხოლოდ ტრანს ოპერაციებისათვის აღჭურვილ ათეულობით კლინიკას. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State, დღეს აკონტროლებს შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა მსხვილ სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის ამერიკის სამედიცინო ასოციაციას, ამერიკის პედიატრთა აკადემიას და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას. ეს კი თითქმის მთელი სახელმწიფო სამედიცინო სისტემაა, რომელიც ღიად უჭერს ხარჯს არასრულწლოვნების ზომბებად და მონსტრების კორპორაციის მონებად გადაქცევას. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ყველას ესმის, რომ Deep State-ის მფარველობის ქვეშ მყოფი LGBT ორგანიზაციები უბრძოლველად არ დანებდებიან. მათ ხელში ჯერ კიდევ უამრავი ბერკეტია იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრანს საზოგადოების ფორმირება განაგრძონ და ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიონ. არ გამოუვიდათ საქართველოში, გამოუვათ უკრაინაში, არ გამოუვიდათ უნგრეთში, გამოუვათ მოლდოვაში და ასე შემდეგ. ასე რომ გადამწყვეტი ბრძოლები ამ მხრივ ჯერ კიდევ წინ გვაქვს. დროებით.